მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოკითხვას, მე თამარ კვარაცხელია ვარ. თბილისში ძველი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა გაძვირდა. დღეს უკვე 80 თეთრი გადაიხადეს იმ მგზავრებმა, რომლებმაც 63, 61, 50, 171, 17 და 72 ნომერის სამარშრუტო ტაქსებით იმგზავრეს. მგზავრობის გაძვირებას უკმაყოფილება უკვე მოჰყვა მოსახლეობაში. მგზავრთა ნაწილი მაინც 50 თეთრს იხდის. მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. თუმცა მერიამ პირობა დადო, რომ მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე მხოლოდ ახალ, ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებზე მოიმატებდა. მაშ ასე როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მერიის, მძღოლების, მგზავრების, კერძო ბიზნესის თუ გაქვთ სხვა ვერსია დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 23179994 გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი მაყურებელია ხაზზე გისმენთ. მოგესალმებით გამარჯობა. რასაკვირველია მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება და ძალიან გაგვიძნელდება ისედაც საძლისი ყოფა. როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა ელემენტარულად ქალაქში გასვლა, როცა ოჯახის ერთ წევრზე თითქმის 2 ლარამდე გამოდის, აი 2 ოჯახის წევრი რო გავიდეს სახლიდან. განა რა უნდა ეყოს, როცა ოჯახში მე თვითონ პენსიონერი ვარ, შვილი მყავს ავანტყოფი და ბავშვი ყავს მოზარდი, რომელიც დადის სკოლაში, ჭირდება ტრანსპორტი. მესმის დიდი მადლობა მთავრობას, რომ ავტობუსები უფასო აქვს ამ ბავშვებს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ასწრებს და ხდება მარშრუტით. გასაგებია, ვის ინტერესებს ემსახურება, როგორ ფიქრობთ, თუ არა მგზავრების? ჩვენ ინტერესებს არავითარ შემთხვევაში. და მაშინ ვის ინტერესებს ემსახურება? მაპატიეთ, მე კითხვებზე ვერ მოგისმენთ. დიახ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი? მერიის, მძღოლების, მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიის? აი, ყოველ შემთხვევაში ეს წესი ვინც დაამკვიდრა და ვინც ეს ტენდერი ჩაატარა შვილო, აი ალბათ იმ კომპანიის არის, მე ვერ გეტყვი. გასაგებია, ანუ კერძო ბიზნეს კომპანიის. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 23179994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი გი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, აქტიურეთ ჩვენთან შემომავალი არც ერთი ზარი არ იფილტრება, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. გამარჯობა. გისმენთ. გაძვირდება სპეციალურად. დიახ. ჯერ ტელეფონი გააძვირეს, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკოთ. ეხლა მანქანები გააძვირეს, რომ არც ნათესავები ვნახოთ და ვერც მიტინგზე წავიდეთ. დიახ. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ კაცს. ეს არის სააკაშვილი და მისი მარჯვენა ხელი უგულავა. ესე იგი მერია და ვიღაცა ბანდიტები აცხოვრებენ ცხოვრებას. მაგათ უნდათ რევოლუცია და მიიღებენ რევოლუცია ჩვენი ცხოვრების გასაგებია, მადლობა ზარისთვის. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ახალი ტარიფი მერიის, მძღოლების, მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიის? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 23179994 მაყურებელი გველოდება გისმენთ. გამარჯობა. ალო, გამარჯობა. დიახ. ყველაფერი ამ ქვეყანაზე მონოპოლიზირებულია. დიახ. ყველაფერი ამათ ხელშია, მარშრუტკები გინდა თუ რაც გინდა და ხალხზე ესენი არაფერს არ ფიქრობენ და არაფერს არც ეკითხებიან, არაფერი ხელფასები არ იზრდება, არაფერი არ იზრდება და ეს გადასახადები რო იზრდება რა, საიდან უნდა გადავიხადოთ ბოლოს და ბოლოს. გასაგებია, ჩვენი ჩამოთვლილი ვერსიიდან რომელ აზრს იზიარებთ? ვის ინტერესებს ემსახურება გაზრდილი ტარიფი? მთავრობის მონოპოლიზირებულია და იყოფენ ერთმანეთში ფულებს ეს ბიზნესმენები, ეს ხელისუფლება, ყველაფერი ამათ ხელშია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, საინტერესოა რას ფიქრობ. შემდეგი მაყურებელი გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. ვის ინტერესებს ემსახურება და რა თქმა უნდა მერია, იქ ბიზნესი, კერძო, იქ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ თვითონ ხალხის დამნაშავებად არავინ არ ჩაჯდეს ამ ყვითელ ავტობუსებში. დიახ. რამენერად, სხვანაირად ერთი თვე მაინც რაღაცნაირად რომ ხალხმა გაიჭიროს, რამენერად რომ რაღაცას წინააღმდეგობა გაუწიოს სამთავრობას, თორე სხვანაირად არაფერი არავის არ გვეშლება. გასაგებია, თუმცა ძველმა სამარშრუტო რამდენიმე სამარშრუტო ტაქსმაც გააძვირა მგზავრობა, ანუ მარტო ყვითელ მარშრუტკებზე, ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებზე არ არის გაზრდილი ტარიფი. დიახ.
ნენელა შეგვაპარეს ესა, ვიცოდით ეგრე რომ მოხდებოდა უბრალოდ ეხლა ამ ჯერ ყვითელიო გაძვირდება მეტი არაო თავიდან იძახმეს საერთოდ არ გაძვირდება კაპიკი არ მოემატებაო ეხლა ეს ხალხმა ძალიან კარგად ის რომ ყველაფერში იტყუებიან დიახ ხო და ამიტომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ რომ არ ჩავждეთ ამ იმეებში ცოტა ხანი ხო შეიძლება რა პოლონელებმა ადრე კომუნისტების დროს ტელევიზორები გამოდგეს აივანზე რომ თქვენ ტელევიზიას არ უსმენთ რაღაც პროტესტის გამო და რაღაცაზე ხო რაღაცა ხო უნდა გავაკეთოთ არა ასე ლაპარაკით არაფერი არ გამოვა გასაგებია მადლობა ზარისთვის 217-994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მაყურებელია ხაზზე გისმენთ ალო გამარჯობა გამარჯობა რა თქმა უნდა ეს ემსახურება კერძო პირების ბიზნეს და ეს ვინც არიან დაინტერესებულები ეს თემა ქალაქმა იცის მაგრამ უბრალოდ რა მინდა იცის თქვა აი ხალხი ხო დადის და კიდევ ივლიან და ჩაждდებიან და ხმასაც არ ამოიღებენ იცი ეს ყველა შეჩეულია და შეგუებულია ამას ყველაფერს უკვე დიახ მაგრამ ვისაც გვიხდება გზავრობა ჩვენ რა ვქნათ ეხლა ავტობუსებიც რო გააუქმონ და არა გვაქვს შეღავათები აი მათმა რა ვქნათ გასაგებია მადლობა ზარისთვის რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს 91% მიიჩნევს რომ ეს ემსახურება მერიის ინტერესებს 4% მიიჩნევს რომ ემსახურება მძღოლების ინტერესებს 2% მიიჩნევს რომ მგზავრების ინტერესებს 2%-ს ასევე აქვს სხვა ვერსია შეგახსენებთ ამ დროისთვის სულ შემოსული არის 59 ხმა აქტიურად დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-994 მაყურებელია ხაზზე გისმენთ ალო გამარჯობა თამარ საღამომშვიდობი საღამომშვიდობი ეს ყველაფერი ემსახურება მერიას მერია არის მონოპოლი დიახ მათ აქვთ ეს კერძო ბიზნესი თავის გავლენის ქვეშ თუ კი ისა თეთრი მარშრუტკები ძველი ტრანსპორტი გაუბედურებული ისევე ის თანხა უნდა დარჩენილიყო რატომ მაგათ გარეშე მძღოლები ხო ვერაფერს ვერ გააძვირებენ ლაპარაკი იყო კიდე სოციალურად დაუცველ ხალხს დახევარ ფაში სად არის იქ არავითარი ფულის გადასახდელი ის არის უსიამოვნება მძღოლებს და ხალხს შორის და ადამიანებს ნორმალურად უნდა აუხსნან მაშინ ყველა ერთად უნდა გაძვირდეს დიახ გასაგებია მადლობა ზარისთვის ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მაყურებელია ხაზზე გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ აი იცით რა საქმე ძალიან უნელი მსახურე არ არის რომ ქვეყანას მოსულია მტერი რომელიც მართავს ამ ქვეყანას უგულოდ ანადგურებს ყოველ ფუთიერად ყოველ ღიურად და ყოველ ფიურად დაკარგა ტერიტორიები, თუ ყველაფერი გაანადგურა ეკონომიას, ეს სიდუქტირა, ეს ყველაფერი და ყოველ ესე იგი აღარ შეიძლება ამათი ატანა, რამდენიმე უნდა ვისმინა. გასაგებია. ეს სრულად უნდა დახდოს ყველა და ამოვიღოთ ხმა ჯობია სულ. და როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ცვლილება? ჩვენ გვაქვს სავარაუდო პასუხები, შემიძლია ჩამოგითხრათ. დიახ. გისმენთ? აი მერი აგიტერია შემგვენი. დიახ. დიახ. ხო, აი მაგათ. მერია მძღოლები, მგზავრები, კერძო ბიზნეს კომპანიები და შეგიძლიათ დაასახელოთ სხვა ვერსიაც. ანუ თქვენ თვლით რომ მერიის ინტერესებს. გასაგებია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებ, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალ ტარიფზე, როგორც იცით, 2 დღეა რამდენიმე ძველმა სამარშრუტო ტაქსმა გააძვირა 50-დან 94-მდე მგზავრობის საფასური, თუმცა აღნიშნული ტარიფის გაზრდა მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისში გამოჩნდა ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები. მაშინ ასე როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ტარიფის გაზრდა მერიის, მძღოლების, მგზავრების, კერძო ბიზნეს კომპანიების თუ გაქვთ სხვა ვერსია, დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 237-994 მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. რა თქმა უნდა, განაცოლე მერიის გაძვირებულია, მძღოლები აქ არაფერ შუაში არ არიან. მძღოლებს რასაც უბრძანებენ, აი მას გააკეთებენ. დიახ. ისე რომ მძღოლი არაფერ შუაში არის, აქ არის ყველაფერი ერთი კომპანიის მერიის დაქვემდებარებაში მონოპოლია აქვს მერიას აღებული ხელში.
აი ეს არის მეტი არაფერი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ, რომ სატელეფონო ზარების მიღების პარალელურად ხმის მიცემა მიმდინარეობს გამოკითხვის ვებგვერდზე. გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ინტერნეტ მისამართი. ახლა მაყურებელი გველოდება გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. გამოკითხვისთვის მინდა რომ გითხრათ პასუხი ჩემი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, დიახ. ხალხის ბრალია, ჩვენი ბრალია, რომ ამ ვერშაპებს თავს არ ჩაუნგრებთ და ჩაუტეხავთ და არ გადავაგდებ საქართველოს. დიახ. ჩვენი ბრალია, აბარა ხალხის ბრალია, რომ უწმეთ ამდენ ცოტა ხანში, რასაც გიბრძანებათ, იმას გავაკეთებთ თავზე. გასაგებია და როგორ ფიქრობთ, ვინ დგას გაძვირების უკან, ანუ ახალი ტარიფის გაძვირების ინიციატორი, როგორ ფიქრობთ, ვინ არის ამ შემთხვევაში? მერია, მძღოლები, მგზავრები თუ კერძო ბიზნეს კომპანიები? თავრობა და მერია, რა თქმა უნდა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. საინტერესო არას ფიქრობს შემდეგი მაყურებელი გისმენთ. ალო. დიახ. ალო, რა საკვირველია მერია. დიახ. თუმცა როგორც იცით, მერია ამ შემთხვევაში არ განაგებს სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ტარიფს. თქვენ თვლით, რომ ამ კერძო კომპანიის უკან დგას მერია, რომ დაგვიზუსტოთ თუ შეიძლება. რა საკვირველია კომპანიასთან ერთად პირველ რიგში მერიის ინტერესებია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 2379994. ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი, მერიის მძღოლების, მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიების მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. რა თქმა უნდა, მერიის ინტერესებს ემსახურება. დიახ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. ამ დროისთვის სულ არის შემოსული 58 ხმა. 93% მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ემსახურება მერიის ინტერესებს. 3% მიიჩნევს, რომ ემსახურება მძღოლების ინტერესებს. 1% მიიჩნევს, რომ მგზავრების დაახლოებით ასევე 1% მიიჩნევს, რომ კითხვაზე სხვა ვერსიაც არის 2379994 ჩვენი ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ცოტა შორიდან დავიწყებ გენაცვალებ რეკავ ერთი თვია და ეხლა ძლივ გამოვედი რა, მაპატიეთ. გასაგებია გისმენთ. აი ადრე დანამატები რო გააკეთეს იმ ნაგვის იმაზე 1 კილოვატზე 5 თეთრიო. დიახ. აი მოიწვიეთ ექსპერტები გია ხუხაშვილია ეს აკუბარდია სახელი არ მახსოვს. გაჭდება საქართველოში 1 კილოვატი საათი ენერგია. და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვყავდა სტუმარი და ვისაუბრეთ. ხო და იც არის რა ქვია. დღესდღეობით სოფლიოში ყველაზე იაფი ენერგია არის ქარის და მე ჰიდროსადგურების ჰიდროენერგია და ხალხს ატყავებენ დღეს 3 თეთრზე მეტი არ გიყიდე საქართველოში ამ ხელად ფასადებენ კიდევ იმას ადებენ და ეხლა ეს ტრანსპორტი რა თქმა უნდა ეს პირდაპირ უგულავას ბრძანებით არის გაკეთებული და მას ემსახურება ყველაფერი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 ჩვენი ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა გამკვირებია? აი ჩვენ რანაირი ხალხი ვართ, კაცო. რატომ არ აი მე პირადად მაგალითად აი სურო ფეხით მომიწიო სიარულმა ვივლი ფეხით და მაინც არ ჩავჯები იმაში და რა შეიძლება ინტერესებს ინტერესები რასაკვირველია მერიის ინტერესებია იმ კომპანიის ინტერესებია და მერია არის მაგისი მფარველი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მერიის მძღოლების, მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიების? იაქტიურე დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2379994. გამოკითხვა წერტილი გიარი ჩვენი ინტერნეტ მისამართი აღნიშნული კითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით გამოკითხვის ვებგვერდზე უკვე დევს. მაყურებელია ხაზზე გისმენთ. ალო. გამარჯობა. ისმის? დიახ. ვაიმე. პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. ის არის კაცო. დიახ. ალო. გისმენთ მაესტროს პირდაპირ ეთერში. გენაცვალე. დიახ. ეს არის მერიის უშუალო ინტერესებში. ისე როგორც დენის გაძვირებას კიდევ მიაბეს ის 5 თეთრი ნაგავი და იყო მერიის ინტერესებში, ისი არის ეს მერიის ძირითადი ინტერესი, მერია. დიახ.
გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შეგახსენებთ ინტერნეტ მონაცემებს. 93% მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ემსახურება მერიის ინტერესებს. 3% მიიჩნევს, რომ ემსახურება მძღოლების ინტერესებს, 1% მგზავრების დაახლოებით 1%-ს კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. ამ დროისთვის სულ შემოსული არის 64 ხმა. გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. შეგახსენებთ, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირებულ ტარიფზე. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში შედის აღნიშნული ცვლილება? მერიის, მძღოლების, მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიის? 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. აქტიურად მაყურებელია. ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. უნდა მერიის, რადგან მერია ყველაფერს ცდილობს, ანუ უგულავა. აკრიფოს ყველა ეს მოსაკრებელი, რათა არჩევნებში მიიღოს შემდეგ მონაწილეობა. და მას გონია, რომ ეს ხალხი მას უკვე დაუჯერებს. არაფერი არ იმალება, ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. მაყურებელია. ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. პასუხი მინდა რომ დავაფიქსიროთ თუ შეიძლება. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობათ. რა თქმა უნდა მერიის, რა თქმა უნდა სამწუხაროდ, რა თქმა უნდა მერიის. მაგრამ იცით რა არის? ეს არის კულტურული დამონება ხალხის. დიახ. თუ ადრე ანუ თუ ადრე შავკანიანებს ანუ მაპატიონ ახლა აფრიკელებმა და ბევრმა თუ ადრე ურტყამდნენ და ისე ამუშავებდნენ, ხო? დიახ. აი დღესდღეობით კულტურულად დამონებული ყავთ რა, იმუშავეთ, კულტურულად ხელს არავინ არ გახლებთ და შემოსავალი რა თქმა უნდა მთავრობას. მონა კულტურული დამონებული ხალხი ვართ რა. გასაგებია. ვეგუებით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი? აქტიურად ინტერნეტის საშუალებით გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. მაყურებელია. ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა, მერია თალკი არ არის ხელისუფლების ინტერესში, რაც მერია აკეთებს ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა. ბატონი ურავე ემზადება საპრეზიდენტო და ფულები ჭირდება. ისე ხალხი რომ მოიწვიდოს მერე. და დაფიქრდით, საქართველებო, დაფიქრდით. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. საინტერესოა, რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა, გენაცვალე თამრიკო. დიახ, გისმენთ. ვის ზოგიერთი ღორები ვერ გაძღნენ ჯერჯერობით ვერა და ეს უგულავა ეს პრეზიდენტია თუ ვინ არის ცოტა ამოიღებენ კიდე პატარა ფულებს შეუმატებენ თავიანთ მილიარდებს მილიონებს და ეგება როგორმე დავაძღოთ ეს ღორები მაგრამ ეს ქართველი ხალხი რას ფიქრობს შვილო მე ინვალიდი ვარ და ვერ გავდივარ გარეთ მაგრამ როგორ არიან წინ ართ ამ ხალხს თუ რა ხდება ამ საქართველოში ერთი რა გასაგებია მადლობა ზარისთვის 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი? მაყურებელია ხაზზე გისმენთ. მე ვარ ხაზზე? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ძალიან ცუდი კითხვებია, გენაცვალე, ასეთი რაღაც კითხვები. ვის ინტერესებს ემსახურება ეხლა? რას უწუნებთ? გადასახადი რო იზრდება, ხალხის ინტერესებს რო არ ემსახურება, გასაგებია, ხო? თუმცა როგორც ვიცით, ახალ სამარშრუტო ტაქსებში საკმაოდ მაღალი კომფორტია. ეხლა ამ ძველ ტაქსებს ორი თვის მერე ჩამოიყვანენ ახალ და ერთ თვეზე ხო არ არის ლაპარაკი. დიახ. ამ ფასებმა პირიქით უნდა დაიწიოს, კი არ უნდა მოიმატოს. დიახ. 50 თეთრი ავტობუსი რო ზღირს. ეს ხომ ამაზე ხო არაფერი არ თქვით. ეხლა მარშრუტკები 2 ლარი გახდება და ასე იქნება. თქვენ ფიქრობთ, რომ ვის ინტერესებს ემსახურება? ხელისუფლების, მერიის, უკვე მაგას მნიშვნელობა არა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. მაყურებელი გველოდება გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ.
გამარჯობა. გამარჯობა ხალბატონო თავი. დიახ. აი ხალბატონმა დარეკა და ზანგებზე ილაპარაკა. დიახ. თეთრი ზანგები გინახავთ? მე არ მინახავს. ხალხია. დიახ. ვისაც იმის საშუალება არ აქვს, რომ 50 თეთრი გადაიხადოს. და მარშრუტით იმგზავროს. ესე იგი თქვენი შეკითხვა, რა თქმა უნდა ეს არის მერიის ინტერესებში. მერიის უკან ვინც ადგას ყველა მიცის. ვინ დგას? კომპანია არაფერს მაგნისია. დიახ. ყველაფერი მიდის ბიუჯეტში. დიდი მადლობა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის თქვენ. 2317 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მაყურებელია ხაზზე გისმენთ. საღამოშტობისად. გამარჯობა. გუშინ იყო ინფორმაცია, რომ ნებაყოფლობითო ვინ ჯაშუშია მიაკითხონო და მე მივცემ ინფორმაციას წინანდლის საათში არამიანის საავადმყოფოსთან ბენო ეჯიბაშვილია ჯაშუში მიაკითხონ და თუ მაგარი ბიჭები არიან ის აიყვანონ ის ჯაშუშია. გასაგებია რა შეიძლება ჩვენს და ეხლა მერიას ემსახურება ეს ყველაფერი რაც არის ანუ უგულავას არავით არის მერია კერძოდ უგულავას და ასანიძეს და მე კიდე მე მინდა ის თქვა რომ ძალიან კარგი 80 თეთრი კი არა 100 ლარი უნდა გახდეს ყველაფერი იქ ბურჯანაძე დგას ახალხო კრებასთან იქ გუბაზე არ მოსწონთ იქ ის არ მოწონთ იქ ის 100 ლარი უნდა გახდეს ყველაფერი და მიშა უნდა შევიდეს პირადად და ყველასთან ძილის წინ და გაღვიძებისას უნდა სოსკა მისცეს პირში რომ მე აზზე მოვიდნენ ესენი მე რო იქ აქციებზე ვიდექი რატო ხალხი არ იდგა აქციებზე ჩემთან ერთად მე რა დავაშავე მე რატო უნდა ვიჭყლეტებოდე და ჩემნაირები სხვები კიდე აი ეხლა გავიდნენ და თქვან აბა ეხლა გამოვიდეს ბურჯანაძე და ეხლა შეიხვეწებიან მე მგონი რომ ვიღაცა ჩაგვიდგეს სათავეში და გადავაგდოთ ავადმყოფი ლოგინიდან არ უნდა წამოაყენო გასაგებია მადლობა გასაგებია თქვენი განწყობა 2317 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი საინტერესოა რას ფიქრობ შემდეგი მაყურებელი გისმენთ ალო გამარჯობა გამარჯობათ დიახ ეს არის გიგი უგულავას მეუღლის ინტერესებში თუთები ჩაეჩუტა გენეცვალე და ახლიდან უნდა დაიბეროს. გასაგებია ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო სერიოზულ პასუხს ველოდით თქვენგან მერიის ინტერესებში შედის თუ სხვა ჩამოთვლილი ვერსიიდან რომელი პასუხი არის თქვენთვის მისაღები? გასაგებია მე როგორც მივხვდი მაყურებელი გავიდა ეთერიდან 2317 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს 94% მიიჩნევს რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ემსახურება მერიის ინტერესებს 2% მიიჩნევს რომ ემსახურება მძღოლების ინტერესებს 1% მიიჩნევს რომ ემსახურება მგზავრების ინტერესებს 1% დაახლოებით 1% კითხვაზე სხვა პასუხი აქვს შეგახსენებთ ამ დროისთვის სულ შემოსული არის 77 ხმა როგორ ფიქრობთ თქვენ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994 მაყურებელია ხაზზე გისმენთ ხაზე ვარ ხო გენეცვალე პირდაპირ ეთერში ხართ ხო გამარჯობა გამარჯობა აი ხო სულ საუბარი მესმის რომ ესე იგი იმის ბრალია ამის ბრალია ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ძველ ხაზებზე მე მაგალითად დღეს გადავიხადა 50 იმიტომ რომ მარშრუტკაში კომფორტი არ არის უნდა იყოს სალარო აპარატი როგორც არის ახალი მაშინ ახალ მარშრუტკებში რო ადიხადა იხდი 80 თეთრს რაშვაშია მონახა თუ არ ახალ შენ რატო იმონებ თავს გადაიხადა 50 თეთრი როცა დაგაჯინებ წითელ მარშრუტკაში სადაც არის კომფორტი სადაც არის ისა კონდიციონერი აი მაშინ გადაიხადე 80 თეთრი რო ადიხადა იხდი 80 თეთრს და აზრი არა გაქვს გასაგებია რაც შეეხება ინტერესებს თვითონ ხალხია გამოშტერებული გასაგებია რაც შეეხება ინტერესებს აჰა გასაგებია ამ შემთხვევაში თქვენს პასუხს ვერ დავაფიქსირებ, იმიტომ რომ პასუხი კითხვაზე ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ვერ მივიღეთ. როგორ ფიქრობთ თქვენ დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994 მაყურებელია ხაზზე გისმენთ. რა თქმა უნდა მერიის ინტერესებში არის ეს გაძვირება მარშრუტკების. დიახ.
და ყველა გამოსვლელი ვინც არის სულ ყველა თავისებურად მართალია. ეხლა ქალბატონი გამოდიოდა და რა თქმა უნდა ისიც მართალია. გასაგებია, თუმცა ანუ ახალი ტარიფი არ დააწესეს მარტო ყვითელი სამარშრუტო ტაქსებზე, არ დაწესდა, ანუ ძველმა სამარშრუტო ტაქსებმაც გაზარდეს მგზავრობის თანხა. ამ შემთხვევაში ვის ინტერესებს ითვალისწინებს? მე მგონი მაინც მერიის ინტერესებშია, შეიძლება იყოს სადღაც მძღოლების ინტერესებშიც. მეც მიმგზავრე შვილი დღეს ამ ძველი მარშრუტკებით, მაგრამ არაფერი აღარ მithქვამს, რა თქმა უნდა, იყო პროტესტის გამომხატველი საზოგადოება, მაგრამ არ ვიცი, არ მგონია, რომ მაგათ ეს მხარდაჭერა რო არ ქონდეთ მერიიდან, მძღოლებს ეს თვითებურად გადაეწყვიტათ და პირადად მე მუშაობ, დღეში მაქვს 8 ლარი და იძულებული ვარ, რომ დავანებო ამ სამსახურს თავი, იმიტომ რომ ყოველ დღე იქეთაც და აქეთაც ორ-ორჯერ მიწევს მარშრუტკის გამოცვლა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, საინტერესოა რას ფიქრობს. შემდეგი მაყურებელი, გამარჯობა. ალო, გამარჯობათ. ეს ყველაფერი ემსახურება უგულავასა და სააკაშვილის ინტერესებს. რო არა სააკაშვილი არ ჩამოიყვანდნენ ყვითელ ავტობუსებს, რო არა სააკაშვილი არ შემოიყვანდნენ ეხლა მარშრუტკებს ყვითელს და ასე შემდეგ არ ჩაანაცვლებენ კიდე ახლებით. და მარტო ნომრები კი არ დადიან დიღმის მასში. ყველა ნომერი დადის უკვე 80 თეთრად. ყველა მარშრუტკამ გააძვირა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი მერიის მძღოლების მგზავრების თუ კერძო ბიზნეს კომპანიების მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. მე მგონი, რა თქმა უნდა, ახლა მერიის ემსახურება, მაგრამ თბილისელები მე მგონი იმკიან ამას. დიახ. 25-ში როა დაუდგნენ გვერდზე. ხალხს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. შემდეგი მაყურებელი გველოდება, როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება ახალი ტარიფის გაზრდა? ახალი ტარიფის გაზრდა ემსახურება, რა თქმა უნდა, მერიას. ეხლა არის, აბა ხალხი თუ ამოიღებს ხმას, მაშინ რაღაც მოხდება, მაგრამ აბა ვინ იღებს ხმას? არავინ ხმას არ იღებს. ამიტომ ღირსი ვართ, რასაც ჩვენ რა უნდა გააკეთოს ხალხმა? ხალხმა რა უნდა გავაკეთოთ? რაღაც პროტესტის ელემენტარული ფორმა, რომ რაღაცა გამოვხატოთ, რომ ეს არის ჩვენთვის რა ვიცი, უზარმაზარი ზარალი ჩვენს საოჯახო ბიუჯეტზე. დიახ. და როგორ უნდა გადავიხადოთ 80 თეთრი, მე აზრზე არა ვარ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. შემდეგი მაყურებელი გველოდება, გისმენთ. გამარჯობა. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. გამოკითხვა წერტილი G არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. შემდეგი მაყურებელია ხაზზე, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ეხლა გიკავშირდებით საბრძოლოებთან. ეხლა დიახ. ეს შედის საქართველოს ბიუჯეტში ეს ყველაფერი, რაც კეთდება აქედან ეხლა ევროპიდან ხალხი ვიყურებს. დიახ. და შედის საქართველოს ინტერესებში და ტურისტი რო ჩამოდის მან და რო უყურებს ამ ყველაფერს არა, ბოდიში და მე 10 წლის წინ წამოვედი მანდედას. და 10 წლის წინ მე ავტობუსში რო ავდიოდი არა? დიახ. ტალახი იყო, ტალახი ავტობუსში თორსა ტურისტი რო ტალახს დაინახავს და ერთ ამბავს და ერთი ერთმანეთზე გადადის. იმ ქვეყანაში არა, არავის არ ურჩევს ჩასვლას. და იმიტომ არის საქართველოს ინტერესებში. რაც კეთდება მე აქედან როგორც უყურებ ყველაფერი მომწონს. გასაგებია, ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულად რო გვიპასუხოთ, ვის ინტერესებს ითვალისწინებს ეს? საქართველოს და ხალხის. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. 2379994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი. მაყურებელია ხაზზე გისმენთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. დიახ. ეს არის მთავრობა? ერისი დამტკიცება უნდათ. ერისი დამტკიცება უნდათ, რომ ყველაზე მაგარია საქართველოს? დიახ. გისმენთ, ანუ ვის ინტერესებში შედის ტარიფის გაზრდა? რა თქმა უნდა, მერიის.
გასაგებია, მადლობა ზარისთვის 2317 994 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი კი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალ ტარიფზე, როგორც იცით, რამდენიმე ძველმა სამარშრუტო ტაქსმაც მგზავრობის საფასური 50-დან 94-მდე გააძვირა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტარიფის გაძვირება მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ყვითელი ახალი სამარშრუტო ტაქსები. იმას ასე როგორ ფიქრობთ, ვისი ინტერესებში შედის ტარიფის გაზრდა? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994 მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი? გამარჯობა. დიახ, გამარჯობა. ფიქრობ მერიისა და კომპანიის ინტერესებშია, მაგრამ ამ ინტერესებს ვინ უღვივებს და ვინ აძლევს ამისთვის გზას? ხალხი, ჩვენ. სხვათა რა გვინდა, ჩვენ თავში ვეძიოთ მიზეზი. ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. სანამ ხელგვერკილებს ყელში არ წაგვიჭერე, ჩვენ ალბათ მანამდე ხმას არ ამოვიდეთ. გასაგებია თქვენი განწყობა, მადლობა ზარისთვის. ვის ინტერესებს ემსახურება სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი? დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 2317 994 აქტიურეთ ინტერნეტის საშუალებით. გამოკითხვა წერტილი კი არის ჩვენი ინტერნეტ მისამართი, მაყურებელია ხაზზე გისმენთ. გამარჯობა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ტარიფის გაზრდა, როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში გამარჯობათ. დიახ. ესე იგი რა ხდება? წინა იმან რო დარეკა, ხო? ის ალბათ როგორც ჩანს, კაი ხელფასი აქვს და კაი სამსახურზე არის. ეგ ერთი. ეგ მეორე. ეხლა მე რაც მინდა ვთქვა, ემსახურება ალბათ ახალ რევოლუციას. და კიდე ამის თქმა მინდოდა, რომ თუ იაფი ფასები არ იქნება, მიმოსვლა ეკონომიკა ესეც იგივე პრობლემა არის ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყნისთვის. გასაგებია თქვენი ვერსია რევოლუციას, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ კავშირს, უბრალოდ რომ დაგვიკონკრეტოთ? არა, ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების თანხებია. კი ბატონო, თუნდაც იყოს, მაგრამ შექმნან ამ თანხებით სამუშაო ადგილები. პრობლემა აღმოფხრან. და პრობლემა არა, ერთლარს კი არა, ორს გადავიხდით თუნდაც. დიახ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე შეგახსენებთ გადაცემის ბოლოს ჩვენს საბოლოო შედეგებს. სატელეფონო ზარების მიხედვით სულ შემოსული არის 31 ხმა. აქედან ორი ადამიანი, ორი მაყურებელი მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ემსახურება კერძო ბიზნესის ინტერესებს. 28 ადამიანი მიიჩნევს, რომ ემსახურება მერიის ინტერესებს. ერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემსახურება მგზავრების ინტერესებს. რაც შეეხება ინტერნეტ შედეგებს. 95 ადამიანი მიიჩნევს, 95% მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ახალი ტარიფი ემსახურება მერიის ინტერესებს, 2% მიიჩნევს, რომ ემსახურება მძღოლების ინტერესებს, 1% მიიჩნევს, რომ ემსახურება მგზავრების ინტერესებს, ასევე დაახლოებით 1%-ს კითხვაზე სხვა პასუხი აქვს. სულ ამ დროისთვის შემოსულია 91 ხმა. მადლობა აქტიურობისთვის. გამოკითხვა ხვალამდე გემშვიდობებათ, ნახვამდის.